Პოზიცია რეკლამის შემდეგ ისევ პირდაპირ ეთერშია. გადაცემის მეორე ბლოკში კვლავ აგრესორი პუტინის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. დიდი დანაკარგისა და მასშტაბური სანქციების შემდეგ მოსკოვი დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს ბირთვული იარაღის გამოყენებით აშანტაჟებს. პროგნოზი ჭირს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ პუტინი ამ სიგიჟეზეც წავიდეს. რა კატასტროფისა და ეკოლოგიური საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მსოფლიო მუქარის რეალობად ქცევის შემთხვევაში. თემას სპეციალისტებთან ერთად შევაფასებთ. პირველი, ვინც ჩემს შეკითხვებს დისტანციურად უპასუხებს, ქიმიკოსი ანრი ყუფარაძეა. მოგესალმებით, ბატონო ანრი, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო ანრი, მადლობა იმისთვის, რომ გვერთვებით და პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. მოდით თავდაპირველად გკითხავთ, ჩვენ ვნახეთ ის, რომ ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების აქტიურ რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა, რაშიც ბირთვული იარაღი მოიაზრება. უფრო კონკრეტულად როგორ შეიძლება რომ ავხსნათ ამ იარაღის გამოყენება და მექანიზმი რაში მდგომარეობს? მაყურებლისთვის უფრო გასაგებად და მარტივად რომ ავხსნათ. მოკლედ, პირველ რიგში მინდა ავხსნე ერთი ფაქტი, რომ ატომური იარაღზე, როდესაც საუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ძალიან ბევრი სახე, თუმცა თითოეული მათგანი ეს არის საყოველთაო განადგურებისთვის გამიზნული იარაღი. რაც საკმაოდ საშიში არ მხოლოდ კონკრეტული ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის გამოყენების შემთხვევაში. ატომური იარაღს გააჩნია სამი ფაზა, ძირითადად სამფაზად იყოფა, ხოლო მისი მოქმედება დეტონაციის შემდეგ რა ხდება. მოკლედ, პირველ ფაზაში ხდება ფაქტური ევაპორირება, ანუ ფაქტურად გაქრობა ყველაფრის 2 კილომეტრის რადიუსში. შემდეგ მეორე ფაზა იწყება და მეორე ფაზაში მარტივად რო ვთქვათ, 21 კილომეტრის რადიუსზე ვრცელდება ესეთი ქარი, რომელიც არც ერთ ქარის შხალში ან არც ერთ ტორნადოზე არ გვიდაქოს. ეს ქარი ანადგურებს ყველაფერს, აქციებს, შენობებს, ადამიანებს, აი როგორც ესე ვთქვათ, ქვიშა ისე ადგილებს გადაადგილებს ერთად მეორედან. და შემდეგ იწყება მეორე ფაზის ბოლოს უკვე რადიაციული დაბინძურება. რაც ყველაზე საშიშია და ალბათ ყველაზე მეტად, ყველაზე საშიშია დანარჩენი მსოფლიოსთვის. რადიაციული დაბინძურება გრძელდება მესამე ფაზის დაწყებიდან 2-3 წლის შემდეგ და გრძელდება 1-დან 5 წლამდე გააჩნია ბომბს, შეიძლება უფრო დიდი ხარით. რაც იწევს უამრავ დაავადებას, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ არ მხოლოდ კონკრეტულ ტერიტორიაზე იწევს, არამედ ატმოსფეროს შეუძლია ეს გადაიტანოს 100 კილომეტრის და 1000 კილომეტრის იქითაც კი. რაც მსოფლიო კატასტროფის წინაშე. დაახლოებით რა პერიოდზე შეიძლება გავრცელდეს? ნუ ბოლომონაცემით პლუტონიუმის ბომბები გრძელდება რა პერიოდზე თუ რა პერიოდზე გულისხმობ მე? რა პერიოდზე შეიძლება ვრცელდებოდეს? მაგალითად ჰიროსიმა და ნაგასაკის მაგალითზე თუ ვიშალოთ, არ გახანა 20 წელი და 50 წელი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ზოგადად ვარაუდობენ, რომ 5 წლის შემდეგ ზოგადი რადიაცია თითქმის უტოლდება background რადიაციას, ნორმალური დედამიწის დოზურ რადიაციას. თუმცა ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია კიდევ ერთხელ ამბობ ქალაქზე, ატომური იარაღზე, მის გამოყენებაზე, მის დეტონაციის ადგილზე, მიწასთან ახლოს მოხდა მის დეტონაცია, მიწიდან უფრო ზემოთ. არსებობს კიდევ ბინძური და სუფთა ბომბები. ბინძური ბომბი მაგალითად სწორედ იმისთვის გამოიყენება, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი და დიდი დოზით დატოვოს რადიაცია. გარემოს, ასე ვთქვათ, რადიაციული ზემოქმედება გარემოს. აი შორიდან ხდება, აი ტექნიკურად რომ ავხსნათ, შორიდან ხდება მისი გასროლა თუ ადგილზე მიტანა და ასეთი ორი ტიპის, ესე იგი ერთი არის რომელიც არის შორი მდებარეობის ატომური იარაღი, რაც შორი გასროლის ატომური იარაღი, რომელიც უფრო ნაკლებად საშიშია, ვინაიდან 40-დან 80 წუთად დაჭირდება, ესე ვთქვათ, მიზნამდე მისაღწევა და მისი გაუმჯობესება ასე თუ ისე გიმნოლაპარაკებით გინდის უფრო შესაძლებელია, თუმცა ახლო რადიუსზე მოქმედი ატომური ბომბები არის ატომური ბომბები, რომლის შეჩერებაც ჯერჯერობით ფაქტიურად შეუძლებელია თუ რაიმე ისეთი არ მოხდა. ყველა ატომური იარაღს აქვს თავისი დაცვის მექანიზმი, შინით ჩამოტაჟებული და ამ შორის შემთხვევაში ამ მექანიზმის ამოქმედება რომ არ აფეთქდეს, ხდება ან მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ან თვითონ ვინც გაუშვა მის მიერ, რათა არ მოხდეს აფეთქება უკვე ამ ბომბის. ეხლა რაც შეეხება კიდევ ძალიან ბევრ ვკითხულობ Facebook-ში და მე რეკავ, აი პუტინს აქვს ერთი წითელი ღილაკი და დააჭერს და დიახ, აი საზოგადოებაში საკმაოდ არის ინფორმაციის დეფიციტი, რომ წარმოდგენა არ აქვს რა როგორ ხდება. აი ეს დეტალები არის მნიშვნელოვანი მაყურებლისთვის ბუნებრივია. ეს ეგრე არ ხდება პირველ რიგში, ესე იგი. მოკლედ, ეხლა რუსეთის რუსეთში აქვს 3 ადამიანს, ესე ვთქვათ, გინ წითელი ღილაკი უწოდოთ, გინ სპეციალური კოდი, გინ გასაღები, ესაა თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის ხელმძღვანელი და თვითონ რუსეთის პრეზიდენტი.
თუ სამივე მათგანმა ერთდროულად არ შეთანხმდნენ და არ მიიღეს გადაწყვეტილება ატომური თავდასხმის შესახებ, ატომური თავდასხმა არ მოხდება. ვისაც არ ერთს ან ორს ვისაც არ უნდა რა რეგლამენტი თუ პროტოკოლით სარგებლობენ ამ შემთხვევაში? 4 ძირითადი დებულება აქვს, ეხლა აქ როგორც ვკითხულობ, რუსეთს ესაა. ბალოდის შეუძლიათ გამოყენება. თუ რუსეთის ან მის მოკავშირეების ტერიტორიაზე მოხდება ბალისტიკური რაკეტების გაშვება, თუ მასობრივი განადგურების იარაღი რუსეთს ან მის მოკავშირეების ტერიტორიაზე იქნება გამოყენებული, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული იარაღი დამუქრება და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, როცა ფედერაციის არსებობა დგება საფრთხის წინაშე. აი მეოთხე შემთხვევაში შეიძლება რომ რუსეთის პრეზიდენტმა იმარაუდოს, რომ აი ჩვენი ფედერაცია არსებობის წინაშე არის ამ სანქციების გამო. და შეიძლება დაუშვათ რაღაც 20-30%-ით, რომ შესაძლებელი იქნება ატომური იარაღის გამოყენება, თუმცა არ უნდა გავუწყდეს თავარი, ატომური იარაღის გამოყენება არა მხოლოდ იმ ქვეყნისთვისაა საზიანო, რომელსაც ეს ემუქრება, არამედ ყველა დანარჩენებს. ჩვენ ახლა ლაპარაკობთ კონკრეტულად ერთი ატომური იარაღის გამოყენებაზე, მაგრამ თუ რუსეთმა გარისკა და გამოიყენა ატომური იარაღი, მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში, იქ აშკარად ჩაერთვება უკვე ნატო და ამერიკა და ექნება საპასუხო დარტყმა. აი სულ სხვა, ესე ვთქვათ, მასშტაბებზე გვაქვს საუბარი, როდესაც ვსაუბრობთ ატომურ ბომბზე, ატომურ ომზე უკაცრავად და სულ სხვა, როდესაც გულისხმობთ ერთი კონკრეტული უბნის ან ქალაქის დაბომბვას. აი შესაძლებელი არის ასე ერთი ხელის მოსმით დაიწყოს ბირთვული ომი. აი რეალობასთან რამდენად არის ეს? ანუ ძალიან შორსაა. კიდევ ერთხელ ვიძახი, არც რუსეთს აწყობს, არც ევროპას, ეს არავის არ უნდა აწყობდეს. ფაქტიურად ჯერჯერობით ეს არის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან მოიყვანა მწყობრში ატომური იარაღი. მაგრამ არსად არ არის ნაჩვენები ან თქმა იმაზე, რომ ის ამას გაისვრის ან იზამს. იმიტომ რომ თვით თავისთვის ეს 10-ჯერ მეტად დამანგრეველი იქნება, ეხლა მარტივად რო ვთქვათ, ვიდრე მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის. საქართველოს კონტექსტი რომ უფრო მეტად გავშალოთ ეს საკითხი, საქართველოს რა რისკები შეიძლება კონდეს ამ აი მაგალითად ეს მესამე ფაზის მერე, როდესაც რადიაციული ღრუბელი, ეგრეთ წოდებული სოკოს ღრუბელი დაიწყებს უკან ჩამოსვლას, გაცივდება ატმოსფერო. მაგრამ ფენებში ის შეიძლება უკვე ქარმა ან ამიტომა გადაიტანოს სხვადასხვა ტერიტორიებს. ეს საფრთხე ახლავს, ეს საფრთხე შეიძლება იყოს საქართველოში შეინიშნებოდეს მომატებული სიმსივნეები, ესე იგი მომატებული რადიაციის დონე, მაგრამ ისეთი არაფერი, რაც ჩერნობილის აფეთქების შემდეგ თუნდაც არ მომხდარა. საქართველოში მაშინაც მოაღწია ჩერნობილისგან გამოჟონილმა, ესე ვთქვათ, რადიაციულმა ნარჩენებმა საქართველომდე. თუმცა ეხლა რომ ვთქვათ, რომ თუ ისი არ მგონია ჯერ ერთი რომ რუსეთმა ატომური იარაღი გამოიყენოს, ეს თითქმის შეუძლებელია. დღევანდელ საუკუნეში. მაგრამ მეორე კიდევ არსებობს რისკი, თუმცა არ უნდა გვეგონოს არავინ რომ ერთ კაცზე ეს რისკი დამოკიდებული და ერთი კაცი წყვეტს ამ ყველაფერს. ეს არის ყველაზე ცუდი შეხედულება და ეს არის ფსიქოლოგიური ომი ადამიანებთან და ყველასთან. ანუ მცდარი მოსაზრება რომ ვლადიმერ პუტინი ერთპიროვნულად მიიღებს ამ კაცს. მენავითარ შემთხვევაში ამას ვერ იზამს. აი არ შეიძლება რო ქვას, შეუძლებელია. გასაგებია, კეთილი. რეგლამენტით ასევე ქვეყნის გარე რეგლამენტით. ის მარტომც რომ მოუნდეს ვერ იზამს ამ ყველაფერს. გასაგებია, მადლობა ბატონო ანრი იმისთვის, რომ პასუხობდით ჩემ შეკითხვებს და გვერთვებოდით გადაცემაში გემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს იყო ანრი ყუფარაძე, ქიმიკოსი. გადმოვდივართ უკვე სტუდიის სტუმართან, ჩემთან ერთად არის ეკოლოგი კახა გუჩმანიძე. მოგესალმებით ბატონო კახა, მადლობა იმისთვის, რომ გვეწვიეთ და უპასუხებთ ჩემ შეკითხვებს. ვისაუბრებთ ქიმიკოსთან ერთად, რა გარემოზე რა ზეგავლენა შეიძლება, უფრო სწორად ადამიანების ჯანმრთელობაზე რა გავლენა შესაძლოა მოახდინოს ქიმიური ბირთვულმა რეაქციებმა ომმა. აი გარემოს კონტექსტში რომ განვიხილოთ უკვე ეს საკითხი, ზეგავლენა რა ტიპი შეიძლება იყოს, რა მასშტაბების შეიძლება იყოს. ანუ რა რადიაციულ ფონთან შეიძლება ჩვენი დონეზე კონდეს საქმე. უმეტეს მადლობა, კარგი შეკითხვაა, მე შევეცდები რომ შედარების მეთოდოლოგიით უფრო კარგად წარმოვაჩინო. და რა შეიძლება ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაყურებლისთვის გასაგებ და მარტივ ენაზე რომ ახსნათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა არის ამ მაქსიმალურად შევეცდები.
ზოგადად მინდა გითხრათ, რომ რადიაცია ეს ის ფონია, რაც მთლიან დედამიწაზე ყველგან შეიმჩნევა და ცალსახად საუბარი იმაზე, რომ ეს დაშვებულ ნორმებში განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს, ამაზე საშიშროება არ უნდა არსებობდეს. რაც შეეხება იმ საშიშროებას, რაც რამოდენიმე დღის უკან დაფიქსირდა ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად საბრძოლო შეტაკებები და ყუმბარა დაცემული იქნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ესე ვთქვათ, დაცვის ზონის მიღმა არსებობს 500 მეტრიანი ზონის იქეთ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად საშიშროება იმისა, რომ მომხდარიყო რაღაც ტიპის, ესე ვთქვათ, არასწორი ჩარევა და ამას მოყოლო და აფეთქება, რა თქმა უნდა, იყო მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ზაპოროჟიეს ელექტროსადგური, ატომური ელექტროსადგური აღიარებულია მსოფლიო სტანდარტებთან აბსოლუტურად შესაბამისობაში და საკმაოდ კარგი უსაფრთხოების და დაცვის მექანიზმების მქონე, ესე ვთქვათ, ატომურ სადგურად, მიუხედავად ამისა, ძალიან ძნელია ავარიულ სიტუაციებში კონკრეტულად იმჯელო, რა შეიძლება მოხდეს და რა ზიანი შეიძლება მოხდეს. შეფარდებითად გეტყვით, რომ ჩვენთვის ყველაზე ცუდი სცენარი ღმერთმა განვითაროს, აი ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდეს, ჩვენთვის უფრო უკეთრო იმჯელო, თუ გვახსოვს ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩემი ასაკის და ჩემი თაობის ხალხს ძალიან კარგად ახსოვს ჩერნობილის კატასტროფა, რომელიც დაცაცავს. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო დიდ მასშტაბებს პროგნოზირებთ. გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, სრულებით გეთანხმებით, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ევროპაში ერთ-ერთი არა ყველაზე დიდია, მსოფლიოში მესამეა თავისი დიდით და მისი დადგმული საპროექტო ენერგო სიმძლავრე არის 6000 მეგავატი წარმოადგენენ და შეადგენს მეხუთეც მთლიანად უკრაინის ენერგომოხმარების, ეს არის საკმაოდ კოლოსალური ციფრი, თქვენ წარმოიდგინეთ 40 მილიარდი კილოვატ-საათის გამომშვება ხდება. საქართველოსთან მიმართებაში თუ მიმძელოთ, მართლა ძალიან დიდი ციფრია. მინდა გითხრათ, რომ აი რა მოხდა ჩერნობილის კატასტროფის დროს, ელემენტარულად ექსპერიმენტი ჩატარების დროს, როგორც ირკვევა და არის მოსაზრებები, მოხდა მაღალი დონის, ესე ვთქვათ, აფეთქება 10000 მეტრის სიმაღლეზე ბირთვული, ესე ვთქვათ, რადიაციული ნივთიერებების გარკვევა მოხდა იოდის, სტრონციუმის, ცეზიუმის, სხვადასხვა ტიპის ცეზიუმის, იზოტოპების, ძალიან ბევრი დასახელების, რომელმაც ეს ყველაფერი გადაიტანა ღრუბლის წვიმის სახით მიმდებარე ტერიტორიაზე 70%-ით დაზარალდა იმ დროინდელი ქარის მიმართულებიდან გამომდინარე რუსეთი, ბელორუსია და თავად უკრაინა, თუმცა ევროპის საკმაოდ დიდ ნაწილს მიადგა ძალიან დიდ, თქვენ წარმოიდგინეთ ირლანდიამდე, სკანდინავიამდეც კი ჩააღწია, ესე ვთქვათ, რადიოაქტიურმა დაბინძურებამ, ხოლო ევროპიდან წამოსული, ესე ვთქვათ, რადიაციული ღრუბლები, რომლებიც ესე ვთქვათ, რადიაციულ მავნე იზოტოპებს შეიცავდნენ, უკვე წამოვიდა და თურქეთის მხრიდან შემოვიდა შავი ზღვისპირეთ ზოლში და ბათუმი განსაკუთრებით დაზარალდა 86 წელს, როგორც ექსპერტები ადასტურებენ, რადიაციულმა ფონმა, მინდა გითხრათ, იყო ძირითადად ლაქური ტიპის რადიაცია წარმოდგენილი, 500,000-ჯერ უფრო მეტი იყო ბათუმში, 100,000-ჯერ მეტი კოლხეთის დაბლობზე, 50,000-ჯერ მეტი იყო, ესე ვთქვათ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუ გავითვალისწინოთ ნახევარდაშლის პერიოდი, მაგალითად, იოდიმის მიუხედავად იმისა, რომ 8 დღე აქვს, ტრონციუმს 27-ს აქვს სადღაც 30 წელიწადი, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ხნის მანძილზე დასავლეთ საქართველოს მიირთმევდა, ესე ვთქვათ, რადიაციულ ნიადაგზე მოყვანილ პროდუქციას, რამაც გამოიწვია ის, რომ მივიღეთ შინაგანი რადიაციები იმ მომენტისათვის, ორჯერ და სამჯერ მატებად აფიქსირდა ლეიკემიური ავადობების, სიმსივნური ავადობების და ეს იყო პრობლემა, რამაც საერთო ჯამში 4 მილიონი ადამიანი დააზარალა და თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი რომ მოხდეს ზაპოროჟიეს ოლქში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა გამოიყენოს ეს საშუალება, ამის საჭიროება ახლა მე ვფიქრობ, რომ იყო მცდელობა პროვოცირების, იმით რომ შანტაჟის მცდელობა იყო, მოგესალმებათ 4 მსგავსი ატომური სადგურია წარმოდგენილი უკრაინაში 15 ენერგობლოკით, მათ შორის 6-ია განთავსებული საკმაოდ დიდი დაგმული ენერგოსიმძლავრით უკრაინაში თვითონ ზაპოროჟიეში. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ჭუანტყოფელი, თუმცა ხასუსო პუტინიდან მისი ბოლოქმედებები იმდენად არაადეკვატურია და ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მთლიანად ადეკვატურობის სქემაში ვეჯდება
ჩდება, არც ეგ იქნება გამორიცხული, თუმცა შეგახსენებთ, რომ თვითონ ამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გააჩნია თავისი დაცვის უმაღლესი სისტემა, რაც ასევე გულისხმობს სხვადასხვა ტიპის დაცვის ოპერაციულ მომენტებს და ეს არ იქნება ესე იოლი, თუ კი ამის შეღწევა არ მოხდა და შეგნებული, ესე ვთქვათ, აფეთქების რაღაც სხვა მექანიზმების ჩართვა. თავდაცვის რაიმე მექანიზმი თუ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, დედამიწაზე ძალიან ძნელია. ეხლავე გიპასუხებთ და გეტყვით რა მომენტთან მიმართებაში გავამახვილებ ყურადღებას. რადიაციის, ესე ვთქვათ, ტრანსპორტირება ბჭყალებში, რომ ხდება, ამას აქვს თავისი, ესე ვთქვათ, წინაპირობები. პირველი გეოგრაფია, რა თქმა უნდა, სად ხდება. შემდგომ კლიმატი, როგორი კლიმატია მოცემულ სიტუაციაში და ზოგადად ამინდის რა მდგომარეობაშია, ამ შემთხვევაში ღრუბლების გათვალა და ქარის მიმართულება. ძალიან ძნელია დაადგინო კონკრეტულ სიტუაციაში ამ ქარის მიმართულებები და ეს ყველაფერი ისე სიზუსტით გათვალო, რომ ეს შენ ქვეყანას არიდო. პირველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ოკუპირებული ყირიმი დაბინძურდება რადიოაქტიური იზოტოპებით. შემდგომ მოყვება, ვფიქრობ, დაბინძურება უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, კრასნოდარის და როსტოვის ოლქების, აზოვის ზღვა დაბინძურდება. საერთო ჯამში იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ზაპოროჟიეს ეს სადგური განთავსებული არის და დნეპრიდან ეს ყველაფერი ჩავა შავ ზღვაში და იხტიოფა უნდა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ზარალი მიადგება და რა თქმა უნდა ბელორუსია და ასე შემდეგ. ანუ ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ადამიანი, ვინც ამას გააკეთებს, თავისივე მოსახლეობას ამ შემთხვევაში პუტინიდან წამოვა, ხო, საშიშროება და არა. ხო, მაგრამ პუტინს ნაკლებად აინტერესებს ადამიანები. ამაში აღსწორედ ამიტომ აღნიშნე, რომ მისი ცელამდენად არა პირველი ბოროტმოქმედი და აგრესორი არის. ამიტომაც აღნიშნე, რომ იქიდან გამომდინარე ჩვენ საუბარი გვაქვს არაადეკვატურ ადამიანზე, რომლის ქმედებები არც ერთ საერთაშორისო ნორმასაც ვინღა ახსენებს, საერთოდ არანაირ პოლიტიკურ ნორმაში არ ჯდება და მისი ქმედები აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამის საშიშროება რაღაც დონეზე უსაფრთხოების რა ზობებია შემუშავებული მსოფლიოში ამის წინააღმდეგ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ წინა ჩერნობილის შემთხვევაში ამერიკასაც მინიმალური ზიანი, მაგრამ მაინც მიადგა ძალიან მინიმალური და სხვათა შორის ამერიკაში საკმაოდ მძლავრად არის წარმოქმნილი ატომური ენერგიები, მინდა გითხრათ, შეიმუშავა უკვე შესაბამისი სოციალური რგოლები, სადაც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია თუ რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს და რა სალიკვიდაციო პრევენტული ღონისძიებები უნდა იქნეს ამ კუთხით გამოყენებული. სოფლიოში არსებობს მიდგომა, სტანდარტული მიდგომა, ალარეს მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს სამი ტიპის კომპონენტის ჩართვა, რაც შეიძლება ესე ვთქვათ გონივრად. ეს არის დროის ფაქტორი, რაც შეიძლება ნაკლები დრო უნდა იქნეს გატარებული რადიაციული ფონზე და გეტყვით ეს რაც გულისხმობს, ასევე მანძილის პრინციპი, აი მაგალითისთვის გეტყვით, რომ თქვათ, თუ კი კონკრეტულ ლოკაციაზე 1000 მიკრორენტგენია რადიაციული ფონი ამ შემთხვევაში, თუ თქვენ 5 მეტრის რადიუსით დაცილდებით, ეს 40 მიკრორენტგენამდე დავა და ანუ მანძილი განაპირობებს ასევე რადიაციის შემცირებას. გარდა ამისა, საფარის პრინციპი, რაც ყველაზე მთავარია და საფარის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი, ესე ვთქვათ, იმ შენობა თუნდაც კედელი, რაც შეიძლება მაღალი დიდი სისქის კედელი და ასევე ტყუის თუნდაც 3 სანტიმეტრიანი, თუმცა ძალიან ძნელია 3 სანტიმეტრიანი ტყუის ჯავშანში გამოეწყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტყუია ერთ-ერთი შემაკავებელია ამ ყველაფრის. ასევე საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა მიწისქვეშა ბუნკერები, რაც ჩვენ ქვეყანაში წარმოქმნილი არ არის, თუმცა ბირთვული რადიაციის სააგენტო აქვს რადარები განთავსებული, თუ კი საფრთხე მოგვიახლოვდება, ამ შემთხვევაში ქვეყანა იქნება ინფორმირებული, საფრთხის შემდგომ უნდა მოხდეს სწორული ანალიზების სახება და ლაბორატორიული კვლევები იმის თაობაზე, რომ როგორ დაზიანდა ნიადაგი, ლაქური დაზიანება იყოს, სადრამდენი სტრონციუმი, იოდიუმი და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, აქტიურად ეხლა მიდიჯელობა მივისერგლებთ თქვენი ეთერით იოდთან დაკავშირებით, მოგესალმებათ იოდთან დაკავშირებით, რომ იქნეს მიღებული, პირდაპირ გეტყვით, რომ არსებული პრაქტიკით და მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით არ არის პირდაპირი წესი, თუ კი საფრთხე არ არსებობს, იოდის მიღება აუცილებელი, ეს ხდება მანამ, სანამ აი რამოდენიმე საათით ადრე, როდესაც უკვე რადიაცია არის ალბათობა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრას. კიდევ ერთხელ იმეცვიტოებ და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მსგავსი რამ მოხდეს, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ის კატასტროფები, თუნდაც ის, რომ 9 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა ჩერნობილში. 150 ეს არის 600,000 ლიკვიდატორიდან პრინციპში თითქმის უმეტესობა ძალიან ცუდა 10%, ნუ ეს ძალიან ძიმე. აი ვიცით რომ ასე ხელაღებით უცებ რაღაცა აფექტის მდგომარეობაში არ ხდება. აი რა ტიპის პროტოკოლი არსებობს
გააქტიურებამდე, გამოყენებამდე. ჩვენი და ვის მიუწვდება ამაზე? ზოგადად რადიაციულ უსაფრთხოებაზე სოფლის და გარემოსდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახური არსებობს სააგენტო, რადიაციის სააგენტო და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც ამ ყველაფერზე ზრუნავს, არის გარკვეული კვლევები ჩატარებული, არის გარკვეული წილად რადარები განთავსებული, მოკლედ ინფორმაცია გვაქვს, თქვენ შეგიძლიათ არის ინფორმაცია, არა გვაქვს, არამედ არის, თქვენ შეგიძლიათ ეგ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში ნახოთ. ამ ეტაპზე საქართველოში რადიაციული ფონი სულებით ამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს სულებითაც იმას, რომ თქვა ხვალდაზე გამას შეიძლება პრობლემა არ შექმნა. რაც შეეხება სტრატეგიას, ჩემთვის არ არის არანაირი ეფექტური სტრატეგია ცნობილი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სასამხეთენა ჩვენ პრობლემა გვემუქრება და მეწამორის ატომური ელექტროსადგური რომელიც სეისმურ ზონაშია განთავსებული მინდა გითხრათ სადაც არის გარკვეულწილად უსაფრთხოების პირობები დარღვეული იქიდანაც შესაძლოა ჩვენ გვემუქრებოდეს საფრთხე და ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის რომ თუ კი ღმერთთან უკნას მსგავსი რამ კატასტროფა მოხდება ჩვენ როგორ ვიმოქმედოთ რა გავაკეთოთ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირება მაქსიმალურ დონეზე და რა ის რაც სოციალურად გავცედა რომ იოდი ესე ვთქვათ დეფიციტშია უკვე და ასე შემდეგ ეს არ არის სწორი მოსაზრება და თუმცა იოდის შველის რა თქმა უნდა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია მაგრამ ეს კონკრეტულად იმ შემთხვევაში როცა რადიაცია რამოდენიმე საათში მოგვიახლოვდება აი ძალიან მიახლოებულ დროს უნდა იქნეს მიღებული მადლობა ბატონო კახა იმისთვის რომ მარტივად და გასაგებ ენაზე შეეცადეთ რომ მაყურებლისთვის მიგეწოდებინათ უფრო მეტი ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ გემშვიდობებით მადლობა იმისთვის რომ გვეწვიეთ გადაცემა პოზიცია მე დასრულებულია მადლობა რომ ირჩევთ რეგიონის მთავარ არხს მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის